ყველას აინტერესებს ახლა როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე ფინანსურ ჭრილში, რას ნიშნავს ის სანქციები, რომელიც ივანიშვილს დაუწესდა და რა მდგომარეობაში აყენებს მას, დავიწყოთ ფინანსური ნაწილით, რა მდგომარეობაში აყენებს მას ეს ფინანსური სანქციები. მარტივად რომ ვთქვათ, სამშვიდობისა კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენი ინტერესისთვის, ეს ნიშნავს, რომ ამ სანქციებით ბიძინა ივანიშვილის და დოლარის გზები გაიგო. ანუ ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა, რომელიც ნიშნავს ოფაკის სიას, რაც არის გაიგივებული ახო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილად არის ეს ყველაფერი მოაზრებული, რაც არის პასუხი თქვენი კითხვის პოლიტიკურ ნაწილზე, როცა ეს ყველაფერი ედრება რუსეთის წინააღმდეგ დასანქცირებულ პაკეტს. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს და ფინანსურ ნაწილს, ფინანსური სანქციები ეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ბატონ ივანიშვილი 50%-ზე მეტს ფლობს, ანუ 50+1 და ოფაკის მიხედვით ცალკე გამოყოფილი არის უკაცრავად თემა, რომელიც ეხება სინგაპურში მიმდინარე დავას, თქვენთვის კარგად ცნობილი, რაც სადაც პირდაპირ ნათქვამია, თუ შეიძლება თან პირდაპირ ეთერში ვთარგმნი, მაგრამ რომ ივანიშვილის აღნიშნული თანხის მიღება შეიძლება მხოლოდ თუ კი ამის თაობაზე იქნება ოფაკის, ანუ ეს არის აქტივების მაკონტროლებელი ოფისი შეერთებულ შტატებში, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ხაზინას. შეერთებული შტატების გარეშე მაგ ფულს ივანიშვილი ვერ მიიღებს. კონკრეტულად აი თუ სინგაპურზე ვსაუბრობთ, ანუ ეს უნდა მოხდეს შეერთებული შტატების თანხმობით, რომელმაც თავის მხრივ, ანუ სანქციები მოიცავს. ანუ სანქციების ნაწილია ეს. აბსოლუტურად. დიახ, გიორგი, ერთი შეკითხვა ასევე. ძალიან საინტერესოა, რა ხდება, აი სინგაპურიდან გამომდინარე ვიკითხავ ახლა ამასაც. რა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს მიღმა? ამერიკის შეერთებულ შტატებში ქონებაზეც არის ლაპარაკი და ასე შემდეგ. ივანიშვილმა როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესი? რა სანქციები შეიძლება შეეხოთ იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც მასთან საქმიან ურთიერთობას დაიჭერენ? კი ბატონო. აბსოლუტურად გამართული კითხვა. სწორედ ეს არის ამერიკული სანქციების ალბათ ყველაზე მძიმე ნაწილი. ვიდრე პერსონიფიცირებული დასანქცირება, როცა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როცა ადამიანს მოიაზრებენ სანქცირებულ სიაში, ის ფაქტიურად და მასთან დაკავშირებული პირები, ყველა ბანკი, ყველა საფინანსო უწყება და რეპუტაციული ბიზნეს სტრუქტურა დაიკავებს მისგან დისტანციას ამ შემთხვევაში და ეს არის მთავარი სიმძიმე, რაც მოსყვება ამ სანქციას და რატომ. ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ ნაწილს თუ გადავხედავთ ახო ბოლო წლებში განსაკუთრებით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ცოტა რამ არის მასზე დარჩენილი, როგორც დე იურე მფლობელი. მეტწილად ეს ეხება მის ოჯახის წევრებს და მის მეუღლეს, ნათესავებს, ვიზეც არის ეს ყველაფერი გადაფორმებული. რა იქნება ამის შემდგომ? ეს არის პროცესი, რომ ბიძინა ივანიშვილზე ცალსახად არის ძალიან ჩაკეტილი თემა, რომელიც დაიწყო დოლარით და სავარაუდოდ ამას მიყვება ბრიტანული ფუნტ სტერლინგი და შემდგომ ევრო, იგულისხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მასთან დაკავშირებულ პირებს, ბანკები, აი როგორ გითხრათ, გაასმაგებენ დამოკიდებულებას ყველა იმ პირთან მიმართებით, ვინც მასთან არის კავშირში და ფაქტიურად ყველა მოექცევა ეჭვის ქვეშ. რაც გაართულებს ყველანაირი ტიპის ფინანსურ ტრანზაქციებს მის გარშემო. ახლა სხვა შორის ლიეტუვის საგარეო დაწერა როგორც იქნაო ქართულად და შემდეგ წერია რომ ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მე და თქვენ გვაქვს მხოლოდ ამასთან დაკავშირებით ისტორია 2 წლინახევრის იგულისხმება როცა ეს სანქციები დაიწყო რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით და ჩვენ არაერთი ისტორია გაგვიზიარებია საზოგადოებისთვის, რომ ეს არის უმძიმესი პროცესი, როცა ფაქტიურად 10ჯერ და 20ჯერ დიდრები დეკლარირებულად ბიძინა ივანიშვილზე მიუთითებენ უმძიმეს თამდევ პროცესებზე, რაც ახლავს ფინანსურ სანქციებს. იქნება ეს მიხეილ ფრიდმანი, ალიშერ უსმანოვი, სხვები ისინი დაობენ გაუთავებლად ევროპის
შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სასამართლოებში და მხოლოდ სასამართლო განაჩენის საფუძველზე იძლევიან სხვადასხვა ნებართვებს ძალიან იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში რომ ფულზე კონდეს ქონების რაოდენობა რადგან ახსენეთ შევახსენოთ მაინც მაყურებელს რომ 7.5 მილიარდი გახდა ბიძინა ივანიშვილის ქონება როგორც ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთი შეკითხვა ასევე გიორგი რა გავლენა შეიძლება კონდეს ამას ივანიშვილზე რა სანქციებიც ახლა მას დაუწესდა და დეტალს ვიტყვი, რომელიც სულაც არ არის სინამდვილეში დეტალი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არ არის მაგნიცკის სია, ეს სხვა ტიპის სანქცია, მაგრამ აქ მას რჩება, როგორც ჩანს, რაღაც ლავირების უტოვებენ რაღაც სივრცეს, ანუ დამოკიდებულია მასზე. შეერთებული შტატები თუ დაინახავს, რომ ივანიშვილი დასთანხმდა ქართველი ხალხის ნებას, რაც მის ძალაუფლებიდან წასვლას ნიშნავს, თუ კი ახალ არჩევნებს დასთანხმდა, შეიძლება შეიცვალოს მის მიმართ მიდგომა. ასე უნდა წავიკითხოთ თუ არა ის რა სანქციებსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ. პოლიტიკურ ნაწილში კი, მართალი ბრძანდებით, რომ აქ დარჩენილია გარკვეული სივრცე, თუმცა ეს სივრცე, ასე ვთქვათ, მთელი ამ თვეების განმავლობაში საჯარო განცხადებების დონეზე მისთვის ბევრჯერ იყო მიცემული. გეთანხმებით, რომ ეს არ არის მაგნიცკის სია, სადაც საქართველოს 7 მოქალაქე უკვე ფიგურირებს, რომელიც, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ყველაზე კეთროვანთა სია არის და ყველაზე მძიმე სია არის სანქციებს შორის. ლავირების საშუალება კიდევ ბევრი მიმართულებით აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა, მოდი ესე ვიტყვით. თუმცა რეალობაში მოსული სანქციები და მომზადება სანქციებისთვის იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ეს არის უმძიმესი პრეცედენტი, როცა ქვეყნის ფაქტიურად ყველა გადაწყვეტილების მიმღები უკვე სანქციების ქვეშ არის და ამას შეიძლება გაგრძელება ჰქონდეს. ეს არის თქვენ კითხვაზე პასუხი. ეს გაგრძელება შეიძლება იყოს ის სია, რაც თქვენ ახსენეთ, ან მასთან დაკავშირებული პირები, ვიზეც არის გაფორმებული ის კაპიტალი და აქტივები, რაცაც ბიზნესი. კი ბატონო.